მოგესალმებით, მე ნატა ვარ, როგორც უკვე იცით. ხოლო, ჩემი დღევანდელი სტუმარია 2023 წლიანი BMW X7 M60i. ამ ავტომობილს ბევრი განხილვა არ სჭირდება, ვინაიდან რავი, ალბათ ყველა მიცით და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს ჩვენში. ნუ BMW-შნიკებში ხომ საერთოდ რა, ანუ არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს ავტომობილი არ მოსწონს, ან არ უყვარს. მისი ვიზუალის, ასევე მისი მოცულობის, გამალობის და ასე და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს ავტომობილი უნდა გიყვარდეს. დიდი ინტერესი მქონდა რომ გამეტესტა, დადგა ეს ნანატრი დღეც და ჩემს არხზე გთავაზობთ ამ ექსკლუზივს. მოდი ასე დავარქვათ. გადავიდეთ უშუალოდ ავტომობილის მონაცემებზე. BMW ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა ის რომ უნდა გაეკეთებინა რაღაც ახალი ძრავი. გააკეთა, ამ ავტომობილში მოთავსებულია S68 ტიპის 4 და 4 ტვინ ტურბო ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 520 ცხენს და აქვს 750 ნიუტონ-მეტრი. რა ძალიან მაგარია, მოგეხსენებათ, ავტომობილი საკმაოდ მძიმეა და ეს მონაცემები ნამდვილად კარგად არის. ასევე გვაქვს ZF-ის 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. გეტყვით იმასაც, რომ ავტომობილს აქვს კიდევ ერთი ელექტროძრავი, რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ გადაცემათა კოლოფში და გამოიმუშავებს 12 ცხენს. და როგორც ვიცი, სადღაც 200 ნიუტონზე მეტი აქვს თვითონ მაგ ელექტროძრავსაც. ესეც რა თქმა უნდა ძალიან ეხმარება ავტომობილის დაძვრაში და ასევე ძალიან ბევრ რამეში. BMW-მ დიდი ცხაურების გაკეთება რომ დაიწყო, ნუ მაშინ აჟიოტაჟი მოჰყვა რა მაგ თემას, იმიტომ რომ ბოლოს მარტო ცხაურად არჩება ეს ავტომობილი, BMW აღარ არის და ნუ მთელი ამბები, მაგრამ ამ კონკრეტულ მოდელს მე თუ მკითხავ ძალიან უხდება. მოცულობაში იმხელა არის ავტომობილი, რომ ეს ცხაურა იდეალურად ზის ამ ავტომობილზე. ვიზუალი მართლა ძალიან მომწონს, აი ვერაფერს ვერ ვუწუნებ. ერთადერთი არის ის ფაქტი, რომ ეს წინა ფარები ცოტა არა BMW-შნიკურია თუ BMW-ს, აი არ არის რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზია. ნუ ეს თავისი BMW-ს უდიდესი მარკა, ძალიან დიდად არის დატანილი ავტომობილზე და ყველაზე მეტად რაც მომეწონა. აი, აქ ეს გაგრილების ამბები არ არის ფეიქი. სხვა ავტომობილებთან შედარებით, ესეც ძალიან მომწონს, უი პარკინგების გვაქვს რა თქმა უნდა, არ გაგვიკვირდა, კამერაც დატანილი არის აი ამ ზონაზე. ესეც ძალიან უხდება. იმუშავის რა BMW-ის ქარხანაში ამ მოდელზე, რაც ძალიან მაგარია. ასევე გვერდიდან თუ გადავალთ და ოპერატორს ვთხოვ რომ წამოვიდეს. ეს ხალხი იცით რატომ მიყავია ხალხო, იმიტომ რომ ქარია და მინდა რომ პირის აპარატთან ძალიან ახლოს იყოს. დისკები. აუ, დისკები არის ძალიან ლამაზი. აი, არ ვიცი რა, უზომოდ მომწონს. ყველა ავტომობილზე სიამოვნებით დავაყენებდი ამ დისკებს. 22-იანები აყენია და ჩემი აზრით ამაზე პატარა არც მოუხდებოდა. ალბათ ზამთარში თუ გადაწყვეტთ სადმე წასვლას, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ დააგოთ ცოტა პატარა დისკები, რა თქმა უნდა ზამთრის საბურავები თურთ. გავყვეთ გვერდიდან მხრიდან და გეტყვით იმას, რომ ეს ავტომობილი მთლიანად არის მისი მეპატრონის დიზაინით აწყობილი. ანუ რას გულისხმობ? გვერდებზე არ გვაქვს წარწერები, რომ BMW-ა და X7-ია და მთელი ამბები და ნუ არც უკანა მხარეს ეს დეტალები დატანილი არ გვაქვს. მე თუ ვკითხავთ, ამ პოზიციაში უკეთესად გამოიყურება ავტომობილი, იმიტომ რომ თუ BMW არ იცი რომ X7-ია, მაშინ საერთოდ ნუ შეხედავ მის წარწერებს. განსაკუთრებული მოდელია და ჩემი აზრით ყველა მიცის. აქ, საკმაოდ დიდი სარკე გვაქვს და თავისი უდიდესი ჭრილით. ნორმალური ზომის სარკეა. ნუ კამერები გვაქვს ძალიან ბევრი და სჭირდება კიდეც. ხელის გამღები ბერკეტიც. რავი, ნორმალური შუქიც ინთება. მაგრამ უფრო დახვეწილს ველოდებოდი. ცოტა აქ მოიკოჭრეს, ეს მიაფუჩიჩეს, მაგრამ არა უშავს, კაი არის. ეს ნიკელი ძალიან მომწონს. გეტყვით იმასაც, რომ ამ ავტომობილში ეს ნიკელები სხვადასხვა ფერებში გამოდის, არის შავი ფერით, არის აი ეს თეთრი ფერით შემოსილი და ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო აი სერიოზულ ავტომობილს აჩენს რა. შავი ცოტა უფრო მოსპორტულოში გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად ამისთვის არის შექმნილი. გადავიდეთ უკანა მხარეს, ანუ იმ სიგრძეა რომ აი არ ვიცი ბოლომდე ვერ ჩავედი ჯერ კიდე. და უკნიდან არის იმაზე არანაკლებ ლამაზი და ელეგანტური ვიდრე წინა მხრიდან. აი უზომოდ მომწონს. ძალიან ლამაზი ავტომობილია, თავისი ფორმით, თავისი ზომებით, აი ყველა ფერზე აქვს ძალიან ბევრი ნამუშევარი. უკანა სტოპები. გალაგება იდეალური ზომა, იდეალური თან აქ
BMW-ს ნიშანიც რომ ჩაგვისვეს ჯიგრებმა და მთლად ერთფეროვანიც კი არ არის, აქ მთელი ორნამენტებია. ძალიან ლამაზია, ძალიან. მაყუჩიც. რა თქმა უნდა, მაყუჩი თავის ადგილზე გვაქვს. ეს უნდა გვიხაროდეს ხალხო. დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ Mercedes-მა ხომ ამოყარეს ეს თავისი დიდი ძრავები და ვერვა ტიპები და მთელი ამბები და 3 და 0-ებზე დაგვისვეს და მაყუჩი აღარ არის და ქალი-ქალს აღარ გავს და კაცი-კაცს აღარ გავს. ხო გაგიგიათ? ამ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზეა. ეს ძალიან მაგარია. კარგია რომ BMW თავის სტანდარტს არ უხვევს და აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ამ დიდმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ. დიფუზორიც გვაქვს. სხვათა შორის საკმაოდ ნორმალური ხარისხის, პარკინგები რა თქმა უნდა არის და არის. ეს ამას ვერ უშველეს, რატომღაც ვერც ერთ ავტომობილში, ჩემს ავტომობილშიც აი ესე უშნოთ არის, როცა შეგიძლიათ გააქვთ ეს, სადაც შეგიძლიათ დამალოთ და უფრო ლამაზად გამოაჩინოთ უკანა მხარეს რა. ამ შემთხვევაში, რავი, ყველა ავტომობილში ასეა და ვერაფერსაც ვერ ვიტყვი. კიდევ რაც მომწონს არის ის, რომ წინა ფარები როგორც არის გაყოფილი, აქაც გაყოფილი გვაქვს. ანუ ერთი მთლიანობა არ შემოგთავაზეს უკანა ფარებში და ესე ძალიან უხდება რა, კარგი გადაწყვეტილება. ვინაიდან და რადგანაც ამ ულამაზესი ავტომობილის ძალიან ლამაზ ტრაქზე ვსაუბრობდით, მოდი ბარემ ჩავიხედოთ საბარგულში რა ხდება. ღილაკით იღება. ლაქშერული ფუნქცია, არ ვიცი აქვს თუ არა, მაგრამ მაგას დავტესტავ. და ორ ნაწილად იღება ჩვენი საბარგული. ასე, შეგვიძლია ესეც გავაღოთ. რომ გითხრათ რომ თუ მესამე პოზიციას გავხსნით სავარძლებისას, დიდი საბარგული გვაქვს ხო? არა. მაგრამ თუ იმას გადავწყვეტ, მერე წესი დიდი უნდა იყოს. ასევე ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია აქვს ამ ავტომობილს. აი ძალიან დატვირთული რომ გამოდიხარ მაღაზიიდან, ხო იცით ახლა ეს მანქანა ცოტა მაინც ისეთი დიდარი ხალხის მანქანებია, გაიგეთ, ეს ჩვეულებრივი მოკვდავების მანქანა არ არის. დატვირთული თუ მოდიხარ და ვერ წვდები, შეგვიძლია ჩვენი ავტომობილი ცოტათი დავწიოთ, რომ უფრო მარტივად შევძლოთ ჩვენი ტვირთვის მოთავსება საბარგულში. უბრალოდ რა მაგარი ფუნქცია, აი, არ ვიცი. ამაზე მაგარი რა უნდა მოეფიქრებინათ, მე პირადად არ ვიცი. გვაქვს ასევე პატარა სათავსო. და გვაქვს ძალიან ლამაზი ფერის ჩოგნები ხალხო. ახლა არც ამინდი გვიწყობს ხელს და არც მდებარეობა, თორემ ითამაშებდა კაცი ამ ჩოგნებით. ძალიან დიდი სიამოვნებით. როგორც გითხარით, საბარგული იმდენად პატარა არის, რომ მაქსიმუმ ჩემი ხელჩანთა ჩაეტიოს, მაგრამ მოდი გავზარდოთ ერთი, რა დონეზე გავზრდით. ღილაკები გვაქვს აქ. ხელის ერთი დაჭერით გადადის ეს ჩვენი სავარძლები წინ. შვენიერი. აი, ახლა უკვე საკმაოდ დიდი ზომის საბარგული გვაქვს. ზუსტად ისეთი, როგორც ამ ავტომობილს შეეფერება. ასევე არის წინა სკამების წინ მიწევაც. ორივე. მშვენიერია. ანუ იცით როგორი ავტომობილია? უნდა დაჯდე, აი ძალიან ცუდ ხასიათზე რომ ხარ, სადღაც წახვიდე და ანუ დაწვევი კიდეც. მშვენიერია. გადასარევია, აი ძალიან მომწონს. ასევე უნდა გაჩვენოთ ეს ფუნქციაც. ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ეს. არ არის მუდმივად გარეთ ეს აბუქსირე, დამალულია, რა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი ეს რომ ჩანდეს სიტყვი რომ რა X-ი, რის X-ი, რის 23 წელი და ასე და ასე შემდეგ, ასე რომ ეს კარგია, ეს მომწონს. ისევ დავაბრუნოთ თავის ადგილზე. ესეც მიდი შეიკეცე. ოღონდ სანამ ამ ყველაფერს ასრულებს ეს ჩვენს მითითებებს, ჯერ ფიქრობს დაუჯეროს თუ არა დედას, მამას და მერე ხდება რომ თუ არ დაუჯერებს, შეიძლება არც ისე კარგი იყოს მისთვის. დავხუროთ, გადავიდეთ ძრავზე, ჩავიხედოთ რა ხდება იქ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს და შევხედოთ ერთი იქაც. მოვიდა დრო და ძრავშიც ვიხედებით, ძრავში. აუ როგორ თბილა. ძალიან თბილა. და მინდა გითხრათ რომ განლაგება არის იდეალური, აი ძალიან ლამაზია ყველაფერი, ეკრანი ყველაფერი აი ძალიან ლამაზად არის. როგორც გითხარით, ავტომობილში დევს 4 და 4 ტვინ ტურბო ძრავი, ცხენებიც გვაქვს, ნიუტონები გვაქვს, არაფერზე საწუწუნო არ გექნებათ. 8 ცილინდრით, რა თქმა უნდა, ადგილზეა და არაფერს არ დაუწუნებთ, მოკლედ რა. ვისაც გინდათ ამ ავტომობილის შეძენა და ჯიბე ხელს გიწყობთ, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ძრავი ძალიან მომწონს, როგორც გითხარით. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ ეს ძრავის ხუფი უშუალოდ ძრავზე რაც საფარია, ცოტა სხვანაირი ყოფილიყო რა, აი რომ მახდით და რომ ხვდები, რომ რაღაცა ძალიან ძვირიანი და ლაქშერი ავტომობილია. დანარჩენი არაფერს არ ვერჩი და პირიქით. ულამაზესია. აი ძალიან ლამაზია. აქაც ნუ ეს დარბილებაც გვაქვს, ამორტიზატორები გვაქვს და ყველაზე მეტად რაც მიხარი არის ის, რომ აი ძრავის ხუფს რომ აღებ, აი ხელით ჩალიჩი რომ გიწევს, რომ სადღაც უნდა მოედო და გამოსდო და ასწიო, ეგ არ არის, პირდაპირ შეგიძლიათ მარტივად ახადოთ ძრავის ხუფი. დავაფაროთ და სხვათა შორის ძალიან ნელა თავიდანვე უნდა მეთქვა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. აი ეს ლამაზე, რომელიც ამ ეტაპზე დახურულია, სულ დახურული კი არ არის, როდესაც ძრავი ხურდება, ეს ყველაფერი იღება, ტვინი მუშაობს, რა თქმა უნდა, გახურებულ ძრავს გაგრილება სჭირდება, ჰაერის მასები შედის და აგრილებს ძრავს. და ხო, განათებებიც გვაქვს, ამას ნუ დავუკარგავთ ხალხო, იმიტომ რომ ღამე არის ძალიან ლამაზი. აი, როგორც კი ამას შეხედავ, ხვდები რომ რაღაცა დიდ ცხაურიანი ავტომობილი მოდის და ეს შეიძლება იყოს ვინმე BMW-ს ოჯახის წარმომადგენელი. ვიზუალურად რომ შევაჯამოთ, ძალიან ლამაზი ავტომობილია, აი ულამაზესი. ამაზე კარგს ამ მოდელს მართლა ვერაფერს ვერ გაუკეთებდნენ. მე პირადად არც არაფერს არ დაუმატებდი, გარდა ერთისა. ეს არის მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელსაც სჭირდება ფეხის დასადგმელი და ფეხის დასადგმელი არ მაქვს. ერთადერთი ეგ არის. დანარჩენი ყავს და ტკბების სილამაზით, გამავლობას არ უჩივი, ანუ ყველანაირად ყავს იდეალური ავტომობილი. წავედით ახლა და სალონშიც შევიხედოთ. გაჩვენოთ იქ რა სილამაზეები ხდება. დროა უკვე სალონშიც შევიხედოთ. ნუ კარის ზომა მომწონს. დამაკმაყოფილებელია. ვიზუალურად ძალიან ლამაზია, აი ძალიან განათებები. რაც არ დაგვიჟმოტეს განათებებია. ნუ შეკერილი თვითონ ნაკერები ძალიან ლამაზია, ნუ სათავსოც რა თქმა უნდა გვაქვს. თავისი პატარა და დიდი სათავსოთთან. კარზე გვაქვს ყველაფერი. ფანჯრების აწევა, ჩამოწევა, ნუ უკანა მხარეს რომ გადავალთ, გაჩვენებთ რომ ფარდაც აქვს და ფარდასაც ვარეგულირებთ წინა მხრიდან და ნუ ყველაფერი რა, რაც სტანდარტულ ავტომობილებს აქვთ. საჭე. უნდა გავასწორო და ისე უნდა გაჩვენოთ. იმდენად ლამაზია. აი ასე. აი ასე. და ჩავაკროთ. ბემშნიკური, დახვეწილი, ელეგანტური, მინიმალისტური და ძალიან ლამაზი საჭეა. ფერებიც რა თქმა უნდა გვაქვს წითელი და ლურჯი. აქ ემი გვაქვს დატანილი, ნუ BMW-ს მარკა რა თქმა უნდა არის და არის. შეგვიცვალეს ყველაფერი, აქაც ემი დატანილი არის. მონიტორი ძალიან ლამაზია, გამოსახულება აქვს, რავი, აი არსად არ მინახავს მსგავსი კარგი გამოსახულების მქონე მონიტორი ავტომობილში. გარდა ამისა, აქაც ყველაფერი არის ძალიან მინიმალისტური, ბევრი არაფერი არ დაგვიყარეს, არც ბევრი ღილაკებია და არც არაფერი და რაც არის ისინი არის ძალიან პატარა ზომის. რასაც მივესალმები, ნუ ღილაკები რაც არის ისინი ძალიან დაპატარავებულია ზომაში და ძალიან ელეგანტურად გამოიყურება ამ ავტომობილში. სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი არის აი ეს. ჩემი თითებისთვის დიდად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ცოტა დიდი ადამიანისთვის, რავი. ცოტა უხერხულია რა, აქ ხელის ჩაყოფა და ფათური. მეტი ისეთი არაფერი. ეს ეგრეთ წოდებული ჯოისტიკი როგორც ფუნქციაში შეგიძლია გამოიყენო, ანუ ფუნქციონალურია, უბრალოდ დამატება არ არის. ისე შეგიძლია არ შეეხო, იმიტომ რომ ყველაფერს ისედაც მართავ მონიტორით და მგონი იქ უფრო კარგია რომ ხელით რაღაცები აკეთო, ვიდრე აქ ამით ცვალო. ასევე გვაქვს ავტომობილის რეგულირება, ანუ სიმაღლეების 5 რეჟიმი. შეგვიძლია რომ მეხუთე რეჟიმი, ნუ ახლა ისეთი ამ თემა არის, რომ თუ მაინც და მაინც ოფროუდზე მივდივართ და სადმე ძალიან მიუვალი ადგილია, იმ შემთხვევაში გამოიყენო. ანუ ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ რეჟიმებს შენ თვითონ ცვლი მდებარეობის და რელიეფიდან გამომდინარე. ეს მომწონს. ასევე გვაქვს 3 მოუდი, სპორტი, კომფორტი და ეკოპრო, ესეც რავი, შვენიერი რა, ამაზე მეტი რავი, რაღაცი უნდა გამოიყენო. პარკინგის ღილაკი აქ გვაქვს. ეს ადგილი რომ გითხრათ რომ რაიმე წუნი შეიძლება უპოვოს ადამიანმა, არა, გამორიცხეთ, ულამაზესია, უბრალოდ არის ერთი მაგრამ.
რამდენად ლამაზიც არის, მოსავლელად იქნება იმდენად რთული, იმიტომ რომ სულ გიწევს რომ თითით იმუშაო ამ ყველაფერზე და ხელთათმას რა თქმა უნდა ვერ ჩაიცვა. ამიტომ ნათითურები ეტყობა მუდამ და სულ საწმენდია. ანუ სალფეთქი სულ უნდა გედოს ავტომობილში. სათავსო რომელიც ყველა მანქანას აქვს, ამას საკმაოდ პატარა სათავსო აქვს. ეს ამას ვერ ვუმუღამებ. ვაიმე. დავერორდით. ვაიმე, ეს მანქანა საჩემო არის, ვერ ვერები ფიზიკურად. ორი ბოთლის ჭიქის რავი რაც გინდათ ისჩადეთ. კარგი ის არის რომ გვაქვს როგორც გათბობა, ისე გაციება. ეს ძალიან მაგარია. ერთი USB-ს შესაერთებელი. Type-C არ გვაქვს. Type-C რატომ დაჟმოდეთ? რა ვიცი. გეკნათ რამე? სამაგიეროდ პორტი გვაქვს, ხო არ გადავაი? 12 ვოლტიანი, ოღონდ ესეც ხო, არაუშავს, კაია. Type-C თუ არ იქნება არაუშავს. iPhone-ებს არ ვიყიდით ყველა რა. და ცოტა რთულად იხურება რა. დანარჩენი კაი არის. ამ ზონაზე დატანილი გვაქვს კლიმატ კონტროლი, აუდიოსთვის ხმის დაწევა და გადართვები. უი, გამომრჩა ის. აი, მაინც ვერ ვაღებ. უსადენო ტელეფონის დამტენიც გვაქვს. ერთი ტელეფონის ოღონდ. ხო და. ამა თუ გამოიცნობთ რას მახსენებს მე ეს. ხო, ზუსტად იმას რასაც თქვენ. აი, ძალიან ლამაზი გოგო რომ არის, კარგი ფეხი რომ აქვს და კარგი მკერდიც რომ აქვს. კაი მკერდის თავებივით არის, რომელზეც გინდა რომ სულ ითამაშო რა ვქნა, მართლა მოგესწრებს. ალბათ ბეებიშნიკი, ვინც ამის დიზაინს აკეთებდა, ლამაზ ქალზე ფიქრობდა. და აი, ჩააქსოვა თავისი ფანტაზიები და სექსუალური ისინი მისწრაფებები აქვს. ხო, ნუ რა ვქნათ, ეს არის და ეს. აი ეს. ზარმაც რო არ მოიწყნოს აკეთებს არის. გზაურიც აბა მარტო შენ ეთამაში ეგრე სად არის. აი ეს ზედაპირიც ძალიან კარგია, შეიძლება მოხმარებაში ცოტა ისეთი იყოს რომ ნაკაწრები გაუჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე იდეალურად გამოიყურება. ეგრეთ წოდებული წინა მდებარე დაფა. ესეც კარგია, სხვათა შორის ძალიან რბილია. რაღაცა ლარნახევრიანი პლასტმასები არ გვაქვს. ეს ძალიან მომწონს, ჰედაფია. სხვათა შორის ჰედაფი იცვლის ფერებს რა. რომელ მოუძებს გადავრთავთ, იმ მოუდის ფერებში იქნება ჰედაფის ფერებიც. ესეც ძალიან კარგია. მეტი რა შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგი წინა ზონა გვაქვს ამ ავტომობილში. სათავსოც არის რა, მშვენიერი. სავარძლებზეც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი ფორმის სავარძლებია. ნუ BMW-ს ზოგადად ახასიათებს კარგი სავარძლების კეთება. აი ეს ნაწილიც, რაც არის გამოყოფილი, ყველა BMW-ში შემჩნევია მგონი ამ სტილის სავარძლები და ნუ არ ღალატობს რა თავის სტილს. ესეც ძალიან მომწონს. სპორტულია, კარგია, ანუ კარგად ირგებ რა სავარძელს, არ სრიალებ, რაც ძალიან მთავარია. ესენი მოძრაობს, პლუს ესეც ძალიან მაგარია. სავარძლებზე გვაქვს რამდენიმე რეჟიმი, ანუ რეგულირების რა. შეგვიძლია აი უშუალოდ მხოლოდ ეს ნაწილი ვირეგულიროთ ჩვენი გემოვნებიდან გამომდინარე, ასევე ეს ნაწილიც. ახლა გადავწევ, უცებ. ერთი პატარა ღილაკია კარზე, მე მაგასაც გაჩვენებთ ახლოდან. გადავწექი, ნუ მე რა თქმა უნდა ამოვიდა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ეს კარგია, მომწონს რა, ანუ ყველა ადამიანს ზოგს ხერხემალი აწუხებს, ზოგს თავი, ზოგს წელი, რა ვიცი, 1000 რამე და არაჩვეულებრივია. მასაჟებიც გვაქვს. თუ მოგინდებათ რომ მასაჟები გაიკეთოთ, ეგეც არის. ანუ ყველაფერი გაქვს ამ ავტომობილში, რომ არასდროს არ გაგიჩნდეს ის გრძნობა, რომ ფული რატომ გადავიხადე. აი ეს ფუნქცია რატომ არა აქვს. ან რაიმე მსგავსი ამ ავტომობილზე ვერ იტყვით, იმიტომ რომ რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. აბაზე მეტი სიმართლე გითხრათ, ამ წლების განმავლობაში კიდევ რა უნდა გააკეთო, რომ ინოვაცია და ვაუ ეფექტი ჰქონდეს, არ ვიცი, მაგრამ ამ ავტომობილში ეს ვაუ ეფექტი ნამდვილად არის და ძალიან მომეწონა, აი უზომოდ. ერთი არის სიტყვით გეტყვით ახლა უცებ ამის კონკურენტებზეც GLS-ი ავიღოთ. ახალი GLS-ი არ გამიტესტავს და იმასთან ასე პირდაპირ ხას ვერ გავუსვამ და ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა დაბალწლიანი GLS-ი მყავს გატესტილი და ნუ ვიდეოც დევს. ზომებში თითქმის ერთი და იგივეა, რაღაც ალბათ იქნება 2-3 სანტიმეტრი ან კი ან არა, სხვაობა. ვიზუალზე
მე ეს უფრო მომწონს. ანუ ბევრად უფრო აგრესიული და ლამაზი დიზაინისაა ვიზუალი, ვიდრე თუნდაც ახალი GLS-ის ახლა როცა დადიან ხო უყურებ ადამიანი ხარ და ყველაფერი. შიდა მხარეს რაც შეეხება, ორივეს თავისი პლუსები აქვს. იქაც ძალიან ლამაზი ინტერიერი გვხვდება, აქაც ძალიან ლამაზი ინტერიერია. უბრალოდ თქვენი გადასაწყვეტია ვიზუალურად რომელ ავტომობილს აირჩევთ. დანარჩენი, როცა გავტესტავ იმას, მე უფრო ზუსტად გეტყვით, რომელი მირჩევნია და რატომ. ამ ეტაპზე, რასაც უყურებ, ეს ავტომობილი 10-დან 10-ია. ჭერზე გადავიდეთ. ჭერი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მთლიანად რბილია. აი ყველგან სადაც არ უნდა შეეხოთ, ყველგან არის სირბილე და ერთი ცალკე მდიდრული ელემენტი ამ ავტომობილში არის ეგ. სარკე ნორმალური ზომის რა. არც იქით და არც აქ ეს ნაწილი იდეალური, აი ძალიან ლამაზი დახვეწილი და ნათებაც საკმაოდ კარგი. სათვალის ჩასადები არ გვაქვს. ამ მანქანის პატრონები სათვალეს არ იკეთებენ, იმიტომ რომ უკან უნდა იჯდე. აქ მძღოლები და ხა მძღოლს კიდე დიდი ამბავით ვარ გაიკეთებს რა. დანარჩენი ლუკიც გვაქვს, რა თქმა უნდა. პანორამა ავტომობილი. ახლა უნდა მგონი დავქოქო. გარდადი, დაქოქვის გარეშე მოძრაობს, ხა დაუბრა მაგარი. და ძალიან ლამაზად იშლება ცა ჩვენს თავსებით. გადასარევი, არაჩვეულებრივი, აი არ ვიცი. ერთი ნახვით სიყვარულის თუ გჯერათ, მე ეს ავტომობილი ერთი ნახვით შემოყვარდა. სტარტ-სტოპის ღილაკი გვაქვს დატანილი აი ამ ზონაზე. მე მერჩევნა რომ აქ ყოფილიყო რა. აქ რაღაცა ძალიან პატარა, მართლა აი მოცულობაში ყველაფერი. აი ყველა ფუნქცია არის ძალიან პატარა და აი აქ იმენ ერთი ხილით უნდა დააწვე და დაქოქო. ამ ზონაზე რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო რაღაცა სპორტული მახასიათებელი იქნებოდა, მაგრამ აქაც არა უშავს რა, მშვენივრად არის, თან გამოყოფილია და ეს უფრო გეხმარება რომ ესე არ ეძებო სად შეიძლება იყოს სტარტ-სტოპის ღილაკი. და სხვათა შორის დაქოქვის მომენტი არის ძალიან სასიამოვნო რა. რაღაც უხეში და მძიმე ხმა არ მოდის რა ავტომობილი და როგორც კი ქოქა, მაშინე ძალიან სასიამოვნოთ მოდის ეგ ყველაფერი რა. ეგ მომეწონა კიდევ ძალიან მაგრად. ასევე ხელის გამღები ბერკეტის იმდენად რბილია რომ აი არ ვიცი და კიდევ ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია, რომელიც ყველა ავტომობილს არ აქვს, არ ვიცი რატო. კარს თუ უბრალოდ ცოტათი მოიხურათ, მერე თავისით ჩაკეტავს და მორჩა. ანუ არ გჭირდება გააღედახურე. ჩემი ოპერატორი იმენა სერიოზულად მუშაობს, ძმაო. აი ძალიან სერიოზულად მუშაობს. სერიოზულ ფულს ვუხდი, ეგრე კი არ არის. არაფერი, გიწუნე, არ გიწუნე. და დინამიკებიც მინდა ნახოთ. მანათობელი დინამიკები გვაქვს. ეს კიდევ ერთი ძალიან მაგარი დამატება აქვს ამ ყველაფერს. ინტერიერს იმდენად უხდება, თან ღამე. დღისით კიდევ ვერ ამჩნევ რა და გონია რომ ისეთი არაფერი, მაგრამ აი ღამე ძალიან ლამაზია. და ეგ მომწონს. ახლა მინდა გაჩვენოთ ესეც. თუ გადავრთავთ სპორტზე, გაწითლ და აი უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია ქავრობა. თუ კომფორტზე გადავდივართ, ალურჯებს და თუ ეკოზე გადავდივართ, ცოტა ღია ცისფერში გადადის. ჩემი თვალების ფერი და ეს ერთია რა. ესეც მომწონს, მაგრამ მოდი დავაყენოთ სპორტზე, იმიტომ რომ წითელი მაინც უფრო მეტად უხდება აქაურობას. ხო. ანუ ყველაფერი რაც განათებას ემსახურება ავტომობილში და შიდა ინტერიერში, იმ ფერებში მიდის რა რეჟიმზეც გიყენია მოუდი. რო ვიცოდეთ თუ კარასილამაზე გელოდებათ, ვაიმე, ბიზნესმენები ვიჩთებით უცებ ყველა. კაი, დავჭიქით. მე უკან ჯდომა უფრო მომწონს. აი მილიონერი რომ გავხდები, სულ უკან ვიჯდები და წინ არასდროს აღარ გადავალ. სხვათა შორის ძალიან კარგი მანძილია, სავარძლებს შორის დაშორება, ანუ რაღაც დისკომფორტს არ გრძნობ. ჭერი საკმაოდ მაღალი, რამ სიმაღლე ადამიანი უნდა დასვა, რომ აი რაღაც დისკომფორტი შეექმნას და ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის გაყოფილი ორი სავარძელი უკან. ანუ 7500 კაცი ვერ დაჯდები. და მორჩა. მხოლოდ ორი კაცი. ეს კომპლექტაცია, ანუ ეს უნდა შეუკვეთო, რომ ეს კომპლექტაციის ავტომობილი ყავდეს. დანარჩენ შემთხვევაში, როგორც ვიცი, არის ჩვეულებრივად
გაერთიანებული ეს ზონა და ჩდება 1000 კაცი მართლა. აქ რა ხდება? ხდება ის რომ ეს სათავსო არაფერში არ გამოგვადგება. ნუ მონიტორებიც უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მოხსნილი გვაქვს. ეგეც არის. არ თქვათ რომ ამ წლის ავტომობილი ამხელა თანხას ვიხდით და უკან თუ ვიჯდები მონიტორები არ ექნება. არა ძმაო, აუცილებლად გექნებათ. ორი ჭიქის ჩასადები გვაქვს, ასევე გვაქვს Type-ები. Type-ი გვაქვს სხვათა შორის აქაც. ეს იხურება. უფრო ლამაზად რომ გამოჩნდეს აქ ეს ძალიან მომწონს. ეს ზონა ძალიან ლამაზია. ანუ ინტერიერზე აქვს სერიოზულად ნამუშევარი რა. ყველაფერი მომწონს. ახლა მაინტერესებს სულ უკან ჯდომა როგორია და იქაც უნდა გადავიდე აუცილებლად. და ნუ ფარდები როგორც გითხარით. ფარდები გვაქვს. შეგიძლიათ თქვენი სურვილის სამებრ არეგულიროთ ეს ფარდები. თუ გინდათ ამასწორთ, თუ გინდათ არ ამასწორთ და ასე ისე მცივა ტვინი გამეყინა, რა თქმა უნდა ელექტრო სავარძლები არის, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ მოდი მექანიკურად გადმოვწევ რა და შევიდე ცოტა წინ. რომ გადმოსწევ. თავისით მიდის, არ გაწვალებს. ძმაო ტექნოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, თქვენ რაღაცეებს ეძახით. უკან ჯდომაც იმ ხელაზე ხარ დაშორებული. ეს მოწყვეტილი თავისი გდია. ძალიან ხარ დაშორებული. აქ ჯდომა არ მინდა. აქ ჯდომას ნამდვილად არ ვისურვებდი, მაგრამ ყველანაირი კომფორტი არის. ხელის ჩამოსადებია, ჭიქის ჩასადებია. ნუ აქ მოვდები გვაქვს სავარძელს, აქაც კი ითბობ ადამიანი. ანუ გაყინული არ ზიხარ. ეს ძალიან მაგარი, აქ არის ეგ ყველაფერი დატანილი აი ამ ზონაზე. დანარჩენი რავი? ჩვეულებრივი დასაჯდომი სივრცეა, მაგრამ აქ ჯდომა არ მინდა. ცოტა საშიშად გამოიყურება აქაურობა. და ლუქიც გვაქვს სხვათა შორის. ერთი ლუქი აქაც არის, რომელიც არ იხსნება. და ნუ ფანჯრების პატარა დამატებები არის. სულ რავი მშვენიერია რა, მე ძალიან მომეწონა საბოლოო ჯამში. უკმაყოფილო არაფრით არ ვარ და ყოჩახ. ძალიან კაი ნამუშევარია, ოღონდ აი გადმოსვლა არ გამჭიროებია სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი ვამბობ რა, მესამე რიგში ჯდომა ჩემი არ არის. მეორე კი ბატონო. თუ გავასწორებთ საზურგეს როგორც კი ვასწორებთ, ან ვკეცავთ, მაგის მიხედვით ან წინ მიდის, ანუ უკან საწყის პოზიციას უბრუნდება სავარძელი. ძალიან კაია. აი ძალიან მაგარი რამეა. კარგი მომეწონა. ახლა დავიძვრებით, რაღაც ნიშნულამდე რომ მივალთ, გაჩვენებთ რომ ნამდვილად ჩაიწერა ბოლო 30 წამი ავტომობილმა. წავედით. სტარტს დავაჭიროთ. მინდა გითხრათ რომ სატარებლად არის ძალიან მაგარი ავტომობილი. აი საერთოდ ვერ გრძნობ რომ ამ ხელა ავტომობილს მართავ. როგორც კი საჭეს მიუჯდები, აი ეს ადგილია შენი. თითქოს აი ამ ხელა რაღაც უკან არ მოგყვება და აი არ ვიცი რა. სასწაული ავტომობილია, სასწაული სირბილე. ჯერ მარტო 22-იან დისკზე დგას ავტომობილი და ანუ ვერც კი შეამჩნევ ამას. ახლა ვნახოთ რაც უკვე დაგპირდით, აი ის. ახლა უნდა გაჩვენოთ ჩვენი ბოლო 30 წამი. აი ესეა მოკლედ, შეგვიძლია მთლიანად ვატრიალოთ 360-იანი კამერებით არის ავტომობილი აღჭურვილი, რა თქმა უნდა და აი ეს. ბოლო 30 წამში ავტომობილის ნებისმიერი მხარის ჩვენება შეუძლია ამ ფუნქციას და რა ვიცი, ძალიან კომფორტული რეჟიმია, მოკლედ, მით უმეტეს ცოტა ისეთ ადგილას თუ ხარ, რაც ცოტა რისკის შემცველი არის. არა, მე ისეთი მოხდა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ეს ფუნქცია გეხმარება, რომ მარტივად მიაგნო იმას, ვინც მისაგნებია. ეს ძალიან მომწონს. ახლა მოდი უკან დავიხიოთ და ავტომობილი თავისით უნდა წავიდეს წესით უკან. Start. აი. ოღონდ საჭეს არ ვეხებით, იმიტომ რომ ეს მთლიანად მისი ფუნქციაა. ოღონდ რატომ მიდიორ არ ვიცი. ოღონდ საჭეს არ უნდა შევეხოთ. პირველ ეტაპზე ოდნავ გაზის პედალს უნდა დავაჭიროთ ფეხი და მერე ტორმოზით უნდა ვარეგულიროთ, რომ ვაი და რამე ისეთი არ მოხდეს გაუთვალისწინებელი. ოღონდ ძალიან დიდ აღმართზე გვიწევს მოძრაობა. ვაიმე საჭირა ლამაზად მოძრაობს შეხედეთ. ანუ რაც გამოვიარეთ.
ზუსტად იგივე მანძილი და იგივე ტრაექტორიით მივყავართ საწყის ეტაპამდე. როგორც კი საჭეს ეხები, მაშინვე ეგ ფუნქცია თავის საწყის უბრუნდება და გიწევს, რომ მთლიანად ავტომობილი ისევ და ისევ მართოს შენ ცხოლმა ჩვეულ რეჟიმში. ცოტა მეშინია სიმართლე გითხრათ. იმიტომ ახსნას არ დავიწყებ, მართლა მეშინია. საკმაოდ ისეთ ციცაბო ადგილზე ვართ და მე როგორი ჭკვიანია. მაინც 40-დან ყოლეს ფეხი არ გადავართით. მეშინებ ისედაც კანკალებ. всё. მოდი ახლა შევეშვათ. არ გვინდა ბევრი ტესტები და რაღაცები. უნდა გაჩვენოთ უბრალოდ რამდენად არის მორგებული ეს ავტომობილი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ავტომობილში ჯდება. კლიმატ მენიუში შევდივართ, რომელიც საწყის დაფაზია გამოტანილი და აბსოლუტურად ყველაფერი არის გამოტანილი აქ. ყველა სავარძელი, სად რა გინდა, რა რეჟიმით, რამდენით და ასე და ასე შემდეგ, ყველაფერი დატანილია, უბრალოდ ამას შეხედეთ. არ ვიცი. პირდაპირ საოცრება, მოდი დავაკლოთ. ფეჩი გავთიშოთ, ვინაიდან და რადგანაც ვიდეოს მსვლელობის დროს ეგრეთ წოდებული შიშინი არ იყოს. წავიდეთ, დავიძრათ. აუდიო სისტემაც იდეალურია, უბრალოდ ერთი ძალიან მაგარი რამე უნდა გაჩვენოთ, უბრალოდ ეს არსად არ შემიჩნევი, არც გამიაზრებია რომ შეიძლებოდა არსებობდეს. და ახლა ნახეთ უბრალოდ. ხელი გვიდევს აქ და ხელის აზრზე ხართ რა ხდება? ხომ არ გადაგვერთო მუსიკა? წარმოიდგინეთ, სად წავიდნენ ტიპები? და მინდა გითხრათ, რომ მე ეს მიყვარს. სასწაულია, ამას შეხედეთ უბრალოდ. ჯერ მარტო ამის გამო უნდა მიყვარდეს ეს ავტომობილი, მიყვარს. კაი, ჩავუწიოთ და წავედით. დეტალებზე ბევრი გვაქვს მოკლედ სალაპარაკო. დავიძრათ. ავტომობილში არის ორმაგი შუშები, რაც ხელს უწყობს იმას, რომ გარედან დამღლელი და რაღაც ძალიან დიდი ხმაური არ შემოვიდეს. ეს ძალიან კარგია, ამას დავუბრუნოთ კიდევ უფრო გალამაზდება ჩვენი ავტომობილი და რა თქმა უნდა დაიბურება. სიარული როგორც უკვე გითხარით. სასწაული. არ ვიცი, სხვათაშორის აჩქარებაც რა. ძალიან მაგარი აჩქარება აქვს, ავტომობილი არის უგრძესი, უმძიმესი და აჩქარებაზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ძალიან კარგი არის კიდევ ის, რომ უკანა საბურავებიც უხვევს. ავტომობილი არის 4-ვე წამყვანი და პლუს ეგ ფუნქციაც იდეალური შერწყმაა ერთმანეთთან. ფასეც უნდა გითხრათ, გავჩერდი რომ გულმა არ დაგარტყათ, არც თქვენ და არც მე. 100-დან ზევით მერყევს ამ ავტომობილის ფასები, ისიც გააჩნია რამდენი აქვს გარბენი და როგორ მდგომარეობაში იყიდა და მე რამდენი პატრონი ხარ ზოგადად ამ ავტომობილის. 100-დან ზევით მოკლედ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა გინდათ ეს ავტომობილი მინიმუმ 100,000 ჯიბეში უკვე უნდა გედოთ. სერვისს რაც შეეხება, როგორც იცით, BMW-ს ცენტრი გვაქვს, იმდენად ახალი ავტომობილებია, რომ რა ვიცი, ასე მალფუჭებად ნაწილზე ასე მალე ვერ დაგიწყებთ საუბარს, იმიტომ რომ 3 წლის მანქანა და განარა უნდა გაფუჭდეს. მაგრამ კარგი ის არის, რომ სერვისი ნამდვილად გვაქვს BMW-ს ცენტრი და ეს ყველა ქვეყანას ეს ფუფუნება არ აქვს. გვაქვს და თუ ალბათ რამე დაგჭირდებათ, მიხვალთ და შესაბამისად კომპეტენტური პირები დაგეხმარებიან. ახლა წვაზეც მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა, გითხრათ და გაჩვენოთ კიდევაც. შევდივართ თვითონ ამ საწყის დაფაზე, ამ ეტაპზე, მე უკვე აქ და რამდენიმე ფუნქცია გვხვდება აქ. შეგვიძლია ვნახოთ, როგორც ბენზინის ჩასხმიდან რამდენი გავიარეთ და რამდენს გვიწერს, ასევე მთლიანად ავტომობილის მოძრაობიდან დაწყებულა მთელი ისტორიას, ასევე ინდივიდუალურად თუ რამდენი გაიარა და რამდენი დაგვიწვა, შევამოწმოთ რა, ასე. 26 ლიტრა გვიწერი ახლა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი ხანია ვდგავართ, ესწვა, არაფერი არ არის, როცა ვივლით მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააკლდება. წვას რაც შეეხება 15 ლიტრიდან ზევით წვავს ქალაქში. რაც შეეხება ტრასაზე, რა თქმა უნდა, იკლებს ეს წვა და ჩავმოდი სადღაც 10-12 litrას. მე თუ ვკითხავ, ცუდი წვა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ავტომობილი, ძრავით საკმაოდ დიდია, მოხმარება საწვავის სჭირდება და ასე შემდეგ.
ამიტომ წვაზე ხმას არ ვიღებ, როცა ამ ავტომობილს ყიდულობ, 15 ლიტრიც კი ძალიან ცოტაა, მე თუ მკითხავთ. აი, მართლა ძალიან ცოტაა. იდეალური წვა არის. რა გონიათ მარტო ინტერიერში ამ ზონაზე იცვლება, ფერები არა, რა თქმა უნდა, თუ გადავალთ აი ჰოუმის ღილაკზე. მე აი ამ ფუნქციაში შევალთ. აქ უნდა შევიდეთ, რა თქმა უნდა და მე ნუ კოლორში, ფერებში. ახლა იხედეთ ჭერზე. და შევცვალოთ ჩვენი ფერები, ვათამაშოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა, როგორ ხასიათზეც ჩვენ ვართ. უბრალოდ ნახეთ რა ლამაზია. მარტო ჭერზე არა, რა თქმა უნდა, წინ ამ ზონაზეც იცვლება ეს ფერები და რა ვიცი, ძალიან ლამაზია რა. კარგი მიგნება, კარგი მოფიქრებაა და გაერთობი რა ადამიანი მუდმივად ერთ სივრცეში და ერთი ფერების ქვეშ ცხოვრება და ის არ მოგიწევს. აი ნახეთ. აი ყველაფერი გვაქვს ამ ავტომობილში, ყველაფერი, ვის რა ფერიც უყვარს, ყველაფერს ვიპოვით, არ არის არანაირი გართულება მაგაზე. მე დავიყენებ აი ამას. ნახეთ, რა ლამაზი. შუქჩა ვაქრობ. უფრო ლამაზად აღიქვამთ მე წესით ამ ყველაფერს. აი. ხო, ძალიან ლამაზია, ძალიან. დავრეკოთ მოკლედ, ჩემი მეორე ტელეფონი დავაკავშირე 593 და დანარჩენ 6 ციფრს არ ვასახელებ, იმედი არც აქ არ გამოჩნდება. დავრეკოთ მოდი. შუქსაც ჩავაქრობ, რომ უფრო აღქმადი იყოს ეს ყველაფერი. ანუ აი ეს. თუ ვაი და რაღაც მოხდა და ხმა გაქვთ ტელეფონზე გათიშული, ეს ყველაფერი მიგახვედრებთ, რომ ვიღაც გირეკავთ და 100 წლის მერე არ დააბრუნებთ პასუხს. ეს ძალიან მაგარია, ძალიან კარგი მიგნება არის და ულამაზესია. კაი, ტელეფონს გიბრუნებ, ხო, ნუ შემჭამე. ყველა BMW-ში რაც ძალიან მომწონს არის აი ეს დისპლეი, რომელიც წინ გვაქვს რა. და სხვათა შორის ამ შემთხვევაში ესენი იცვლება და ძალიან ლამაზია. აი ამ ღილაკით, რომელიც საჭზეა დატანილი, აი ამას ვაჭერთ. მე ლეიაუტში გადმოვდივართ და აი ასე იცვლება რეჟიმები ჩვენს ავტომობილში. ანუ ესეც შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ რა, მუდმივად ერთი და იგივეს ყურებით, რომ თვალები არ დაიღალოთ. ეს ძალიან მომწონს. ასევე, ნუ ჰედაფის ცვლილებებიც გვაქვს. კარგია. ფუნქციურად არის იდეალურად გამართული ავტომობილი. და კიდევ ერთი. შეიძლება რამდენიმე ავტომობილი ყავდეთ შემჩნეული მსგავსი თბილისის ქუჩებში. არ ვიცი ისინი რამდენად ემები არიან, მაგრამ ეს კონკრეტული, რასაც მე ახლა ვიღებ და თქვენ შემოგთავაზებთ, არის ნამდვილი ემი. აი რომ იტყვენ ნაღდიაო, ზუსტად ეგეთია. არანაირი ტაივანები, არანაირი გადაწყობები, გადმოწყობები, არანაირი აი აბსოლუტურად არაფერი, ნაღდი ემია. არ ურეკავ ძმა, შემთხვევით ემის ბამპერი ხომ არ გაქვს, ან ფრთა, არა, იმიტომ რომ ნამდვილი ემი ყავს და ამით ხარ, რავი, აი ძალიან ამაყი და ძალიან ბედნიერი. ხო და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ნამდვილი ემი X7 გადამიღო. ახლა უნდა დავიწყო ვიდეოს ჩაწერა. რა იცი რა ხდება? იყოს ჩართული მაინც. ამან დაიწყო ჩაწერა ამასობაში ჩვენ. უკვე სპორტ პლუსზე გადავიდეთ და ასევე გავთიშოთ მოცურობაც. 30 წამი რა თქმა უნდა გვაქვს. დავბრუნდეთ და ავჩქარდეთ. ვაუ! ეს რა იყო? ცუდად ვარ. დავსვით. აგვაღამდა, მაგრამ ისე რა თქმა უნდა არ გაგეშვებთ, რომ ხმას არ მოგასმენინოთ ამ ავტომობილის, ვიცი გაინტერესებთ, მე ძალიან მაინტერესებს და მოდი მოვისმინოთ ხმაც. ჩემს დამხმარე ოპერატორს ვთხოვ, რომ ხმა ჩამერთოს მანქანაზე. რომ თქვათ, რომ თლად 8 ცილინდრი და 530 ცხენი ჭიხვინებსა, რავი არა, მაგრამ სასიამოვნო ხმა ნამდვილად აქვს, უხმო და უსიცოცხლო ავტომობილი არ არის. რაც მომწონს და მიხარია რა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ჩვენი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ხალხო, რომ მიყურეთ, დრო დამითმეთ. ერთი ორი სიტყვით შევაჯამებ ამ ავტომობილსაც. მინდა გითხრათ, რომ ასეთი კმაყოფილი არც ერთი ავტომობილის ტესტ-დრაივით არ მიმიღია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, საშუალება რომ მომეცა ამ ავტომობილს ჩემს ხელში გაევლო, გამეტესტა და მიმეყო ის სიამოვნება, რა სიამოვნებაც მივიღე.
გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარები და მე ვეცდები რომ კიდევ უფრო მაგარი ავტომობილები შემოგთავაზოთ ჩემს YouTube არხზე. მადლობა და ნახვამდის. კარგად იყავით.